ყველას უნდა მენეჯერობა. ხო ასე ალბათ დამეთანხმებით უმრავლესობა ყველას უნდა მენეჯერობა, სადაც არ უნდა მუშაობდეთ, ან მუშაობდეს ადამიანი, ვისაც ოდნავი ამბიცია აქვს და აქვს სამაგისო რესურსი, ყველა იბრძვის მენეჯერობისთვის. მაგრამ საქართველოში სამწუხაროდ, არ ვიცი სხვაგან როგორა, მაგრამ საქართველოში სამწუხაროდ იმისთვის რომ გახდე მენეჯერი, ან უნდა გაგიმართლოს ძალიან, ან კიდევ ძალიან კარგი ნაცნობი უნდა გყავდეს იქ, სადაც მუშაობთ. და ასეა Forever-შიც. Forever Living Product-ში, ანუ კომპანია Forever Living Product-შიც, ასევე ყველა პარტნიორი და თუნდაც მომხმარებელი, ყველას უნდა რომ გახდეს მენეჯერი. და ამას თავისი მიზეზები აქვს. ეხლა დავიწყებ მომხმარებლებიდან. მომხმარებელი, როგორც ვიცით, დასაწყისში როდესაც ხდები კომპანია Forever Living Products-ის მომხმარებელი, პროდუქციის მომხმარებელი, პირველ რიგში გეძლევა 5%-იანი ფასდაკლება, მალევე გეძლევა შანსი მოიპოვოს საბითუმო ფასდაკლება, ეს არის 30% და ადამიანი, როდესაც ხდება უკვე ხშირი მომხმარებელი, ხშირი იმიტომ ხდება, რომ Forever-ის ნებისმიერი პროდუქცია რო გამოიყენო, ხდები მუდმივი მომხმარებელი, იმიტომ რომ პროდუქცია არის პრემიუმ ხარისხის, უმაღლესი ხარისხის საკვებ დანამატებს აწარმოებს, ალოე ვერას და ფუტკრის პროდუქტების ბაზაზე და ასევე აწარმოებს კომპანია მოვლის და ჰიგიენის საშუალებებს. და როდესაც უკვე ადამიანი ხდება ხშირი მომხმარებელი, და უყვარდება პროდუქცია, ის დამოკიდებული ხდება პროდუქციაზე. ეხლა სიტყვამ დამოკიდებულება არ შეგაშინოთ ძალიან გთხოვთ, მაგალითად მე პირადად ისე მიყვარს ნაყინი და დამოკიდებული ვარ ამ ნაყინზე და თითქმის ვცდილობ რომ ყოველდღე ვჭამო, იმიტომ ძალიან მიყვარს და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამით სულს ვაკეთებ, ხო? ანუ კომპანიის პროდუქციაც არის ყოველდღიური გამოყენების, იმიტომ რომ სამწუხაროდ სოფლიოში ისეთი მდგომარეობაა, რომ გინდა არ გინდა ჩვენი საკვები რაციონი, საკვები დანამატებით უნდა შევავსოთ და ადამიანი ხდება დამოკიდებული, იმიტომ რომ უყვარდება და უჭირს უარი აი ამ ძვირფას პროდუქტებზე. და უკვე მას ეს 30%-იანი ფასდაკლებაც აღარ აკმაყოფილებს, უნდა რომ ხშირად გამოიყენოს და იბრძვის იმისთვის, რომ მოიპოვოს 48%-იანი ფასდაკლება და ეს ფასდაკლება, რომელსაც მოიპოვებს მომხმარებელი, არის მუდმივი. მუდმივი, ამისთვის არაფერი არ არის შესაძლებელი, თუნდაც შეინარჩუნო ეს აპლიკაცია და შეინარჩუნო მუდმივი ფასდაკლება და პლუს ამ ფასდაკლებით სარგებლობს უკვე სოფლიოს 170 ქვეყანაში. სადაც არ უნდა წახვიდეთ, სოფლიოს 170 წამყვან ქვეყანაში, სადაც ოფიციალური წარმომადგენლობით არის შესული კომპანია Forever-ი, ყველგან შეგიძლიათ გამოიყენოთ აი ეს ფასდაკლება, ანუ 48% ფასდაკლება, მაქსიმალური ფასდაკლება არის 48% მომხმარებლებისთვის. გადავიდეთ ახლა პარტნიორებზე. წინა ვიდეოში აღვნიშნე, რომ როდესაც ხდები კომპანიის უკვე პარტნიორი და იწყებ თანხების გამომუშავებას, სულ არის 4 პოზიცია. პირველი პოზიცია არის ასისტენტ სუპერვაიზორის პოზიცია. მე ვარ ასისტენტ სუპერვაიზორი და გამოვიმუშავებ ჩემი პრივილეგირებული მომხმარებლებისგან, ანუ იმ ადამიანებისგან, ვისაც მივეცი საშუალება გახსნან აპლიკაცია, გამოიყენონ პროდუქცია, ნებისმიერ შენაძენზე მე კომპანია მიხდის 25% ბონუსს. და მეც ვიბრძვი მენეჯერობისთვის. და რატო ვიბრძვი მენეჯერობისთვის? იმიტომ, რომ მე მქონდეს უფრო მეტი შემოსავალი, ანუ მქონდეს ჩემი პირადი შენაძენებისთვის 48% და გამოვიმუშაო ბონუსი 43%. არ მოგესმათ, 43%-ს გამოვიმუშავებს მენეჯერი. და ეს არის მხოლოდ დასაწყისი, იმიტომ რომ მენეჯერი კიდე ცალკე პასიურ შემოსავალს ფლობს და ძალიან ბევრ პროგრამაში მონაწილეობს. მაგრამ ეს არის მინიმალური, რომელიც შეუძლია გამოიმუშაოს მენეჯერს კომპანიაში, ეს არის 53% და იმისთვის, რომ ეს სტატუსი შეინარჩუნოს მენეჯერობის და სარგებლობდეს აი ამ მაღალი ბონუსით, ბონუს აღარ მივუწოდებ, იმიტომ რომ ფაქტიურად მე ვხდები უკვე კომპანიის მეწილე, იმიტომ რომ 53% და 48% ფასდაკლება ეს უკვე ნიშნავს, რომ ხარ კომპანიის მეწილე, რა გააკლია 50%-ს და ამის შესანარჩუნებლად მე რაიმე შესრულება არ მიწევს. არ მოგესმათ არც ეს. და
მე ბევრ სამსახურში მიმუშავია, რატო ვავლებ ახლა ხაზს ამას. ძალიან ბევრ სამსახურში მიმუშავია, ძირითადად დაკავებული ვიყავი დისტრიბუციით, სადისტრიბუციო კომპანიებში მუშაობდი, ალბათ ძალიან ბევრი ადამიანი ჩემი მსმენელებიდან მიცნობს და მე გამოვიმუშავებდი ჩემი ბრუნვიდან, ანუ ჩემს მიერ გაყიდული პროდუქციის ბრუნვიდან გამოვიმუშავებდი 2-3%. და მე ამისთვის მიწევდა შეთავაზების გაკეთება, მებარას საწყობი, უნდა ამეკრიფა პროდუქცია, უნდა მიმეტანა მომხმარებლებიდან მე პირადად და მე კიდე თვის ბოლოს კონსიგნაციაზე მუშაობდა კომპანიები, სადაც მუშაობდი და უნდა მეზრუნა იმისთვის, რომ ეს თანხები ამომეღო, ანუ გამენულებინა თვე და ძალიან ბევრი ნერვიულობა მოყვებოდა ამ თემას და რას ვიღებდი 2-3%. არ ვიცი. დამისახელეთ კომპანია საქართველოში, რომელიც თავის პარტნიორს, მენეჯერს უხდის 53%, ან უკეთეს ფასდაკლებას 58% და ესეც არის მუდმივი. რატო დავიწყე ამაზე საუბარი? იმიტომ რომ მინდა დაინახოს ადამიანებმა ამხელა შესაძლებლობა. მე საქართველოში პირადად არ მეგულება კომპანია, რომელიც ამხელა ბონუსს უხდის თავის პარტნიორებს. ეხლა ტყუილა არავინ არ გადაგიხდით, ხო? ამისთვის არის სწავლა საჭირო, შრომა საჭირო, გარკვევა ყველაფრის საჭირო, ანუ გარკვევა ამ ყველაფერში საჭირო და მე რა თქმა უნდა ნელ-ნელა მოდის აი ეს დაინახავთ თქვენი შრომის შედეგს. მაგრამ დამისახელეთ კომპანია, სადაც არ არის საჭირო ჯერ სწავლა, მერე პრაქტიკის გავლა და მერე ბრძოლა მენეჯერობისთვის და კიდე ეს მენეჯერობა რო შეინარჩუნო, ძალიან ბევრ ნერვიულობასთან და ფიქრთან არის დაკავშირებული და დამისახელეთ კომპანია, რომელიც ამხელა ბონუსს უხდის თავის პარტნიორებს. და შეიძლება ახლა ძალიან ბევრი ადამიანი მისმენს დღეს, მაგრამ ვერ დავაინტერესო ბევრი მათგანი და დაინტერესდეს მხოლოდ 1% ან ერთი ადამიანი თუნდაც და სწორედ იმ ერთი ადამიანისთვის ვწერ მე ახლა ამ ვიდეოს, ვისაც უნდა, ვინც ხედავს დაინახავს შესაძლებლობებს ჩემს შეთავაზებაზე და რა არის ჩემი შეთავაზება? მე ვეძებ გუნდის წევრებს, ანუ მე ვასაქმებ ადამიანებს და მინდა ჩემს გუნდში იყოს ძალიან ბევრი შრომის მოყვარე და მიზანდასახული ადამიანი და თუ შენ ხარ აი ესეთი ადამიანი სწორედ და არ გაურბიხარ დაბრკოლებებს, პატარა დაბრკოლებაზეც უკან არიხევ, შემოუერთდი ჩემს გუნდს და შენ რო დაარწმუნდე ჩემი სიტყვების სისწორეში, დღეს 19 ნოემბერს და ხვალ 20 ნოემბერს გვაქვს 2 დღიანი პრეზენტაციები. ამ პრეზენტაციებს გაუძღვება ჩვენი მენეჯერი ნინო ჯანანაშვილი და გაგაცნობთ კომპანია Forever Living Products მის შესაძლებლობებს და გაგაცნობთ მარკეტინგულ სისტემას, რომლის ანალოგი განმეორდები, რომ საქართველოში არ მეგულება და მომწერე პირადში. მომწერე თუ შენ ხარ მზად იმისთვის, რომ იბრძოლო ჩემთან ერთად და ააშენო ჩემთან ერთად გუნდი, რომელიც არასოდეს არ დაიშლება. გასგულისხმობ არასოდეს არ დაიშლება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამე ხდება ხო ცხოვრებაში, შეიძლება მოგიხდეს პაუზა, რამოდენიმე კვირა, რამოდენიმე თვე ვერ იმუშაო, მაგრამ ეს შენი შრომა წყალში არ ჩაიყრება, იმიტომ რომ კომპანიას აქვს პასიური შემოსავლები, შენ პასიურ შემოსავალს ისედაც მიიღებ. და პლუს შენი გუნდი არსად არ გაქრება, ანუ იმ პოზიციიდან გააგრძელებ თავიდან მუშაობას, რა პოზიციაზეც შეჩერდი. გელოდები ჩემს გუნდში და თუ გინდა ჩემი კომპანიონობა, გელოდები ჩემთან, გულით და სულით და რაც ვიცი, ყველაფერს გადმოგცემ დიდი რუდუნებით და დიდი მონდომებით. იმიტომ რომ ეს არის სისტემა, გამართული სისტემა, 47 წელი უკვე მსოფლიოში ეს სისტემა მუშაობს გამართულად, ძალიან ბევრი მადლიერი ადამიანი ყავს კომპანიას, ძალიან ბევრი მაღალშემოსავლიანი პარტნიორი ყავს, რომ არ ვიცოდე და რო არ ვიყო დარწმუნებული ამ კომპანიის შესაძლებლობებში, ამდენსაც არ ვისაუბრებდი. მე ვარ დამწყები
მე ვარ დამწყები და მე ვაშენებ გუნდს და თუ შენ გინდა რომ ჩემს გუნდში შემოხვიდე, დაესწარი ამ ორდღიან სემინარს და თუ ვერ დაესწრები ამ ორდღიან პრეზენტაციას, შემეხმიანე და შევეცდები მე დაგაკვალიანო, მე აგიხსნა ყველაფერი. დროებით.